მე-900-ზე მუხლი. თავდების უარი კრედიტორის დაკმაყოფილებაზე. თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე ძირითად მოვალეს უფლება აქვს სადავო გახადოს ის გარიგება, რომელიც საფუძვლად უდევს მის ვალდებულებას. არის ესეთი შემთხვევებიც, რომ იგი ზოგიერთ შემთხვევაში ხდება დაუშვათ დაუფიქრებლად, გაუაზრებლად გარიგების დადება და ხშირად ხდება ხოლმე ამ გარიგების პირობების სადავოდ თუ კი ასეთი მოთხოვნა გაუჩნდება, რა თქმა უნდა, ძირითად მოვალეს კრედიტორის მიმართ, აი თავის გადაწყვეტამდე თავდები უარს აცხადებს კრედიტორის მიმართ თავისი სათავდებო თანხის დაფარვაზე. აი ეს არის ნაგულისხმევი აქ. 901 მუხლი თავდების პასუხისმგებლობის შემცირება. თუ კრედიტორი თავდების საზიანოდ ამცირებს საგირაუნო უფლებებს ან უზრუნველყოფის სხვა საშუალებებს, აგრეთვე შეღავათებს, მაშინ თავდების პასუხისმგებლობა შესაბამისად მცირდება ზემე აღნიშნული შემცირების მიხედვით. იმ თანხით, რა თანხითაც ესე იგი შემცირებული იყო კრედიტორის მიერ თავდების საზიანოდ. მუხლი 900 მეორე ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შედეგები. ორნაწილიანი მუხლია. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს. იგი თუ დროულად არ მისცა კრედიტორმა ინფორმაცია ძირითადი მოვალის მიერ გაუშვათ ვადის თავისი ვალდებულების შესრულების დარღვევასთან დაკავშირებით, თავდებს გარკვეულწილად რომ მიეღო შესაბამისი ზოები, ამასთან დაკავშირებით მას მხოლოდ იმ წილის და იმ ოდენობის მოთხოვნის უფლება რჩება კრედიტორს, რაოდენობითაც ესე იგი გამოიწვევა შეუსრულებლობა აი თავისი შეტყობინების ინფორმაციის მიუწოდებლობის, აი რაოდენობითაც დადგა ზიანი აი ამის შედეგად, აი ამის გამოკლებით ესე იგი მოეთხოვება თავდებს შესაბამისი თანხის ანაზღაურება. 903 მუხლი ხელშეკრულების შეწყვეტა უვადო თავდებობის დროს. თუ თავდებობა უვადოა, თავდები ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულების შეწყვეტის სამთვიანი ვადა. ვადიანი თავდებობისას 5 წლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს სამთვიანი ვადის დაცვით. სამხრივი შეწყვეტის შემთხვევაში თავდები მოვალია შეასრულოს შეწყვეტამდე ნაკისრი ვალდებულებანი. ესე სანამ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ის სამხრივად ხელშეკრულებას ვერ შეწყვეტს. აი ეს არის ნაგულისხმევი ამ მესამე ნაწილში. მუხლი 904. თავდებობის ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძვლები. თუ თავდები იკისრებს თავდებობას ძირითადი მოვალის დავალებით ან თუ დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმართვის წესების შესაბამისად თავდებობის გამო მიენიჭება რწმუნებულის უფლებები ძირითადი მოვალის მიმართ, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს თავდებობისაგან განთავისუფლება, თუ ძირითადი მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა. თავდებობის დადგენის შემდეგ ძირითადი მოვალისაგან გადახდევინება არსებითად გაძნელდა საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის შეცვლის გამო. კრედიტორს თავდების წინააღმდეგ აქვს შესრულებაზე საახსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტი. აი ეს სამი შემთხვევაა, როდესაც თავდებობისაგან განთავისუფლების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს თავდებს. მეორე ნაწილი ითვალისწინებს, თუ ძირითადი ვალდებულების შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მოვალეს შეუძლია განთავისუფლების ნაცვლად მისცეს თავდებს უზრუნველყოფა. იგი მოვალე თავდებს ესე იგი შესაბამის იმ თანხის სანაცვლოდ შეიძლება ქონება ნატურით მისცეს რაღაც ქონება, გარკვეული ნაწილი ქონების ან მთლიანად ერთი მთლიანი საგანი, რომელიც იმ თავდების ანგარიში შეტანილი თანხის ოდენობას შეადგენს. აი ეს არის ნაგულისხმევი. 905 თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შედეგები. თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს,
მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობებიდან ხელუხლებელი რჩება. აქ იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც კრედიტორს აკმაყოფილებს თავდები და შემდეგ მას კრედიტორის უფლება ფაქტიურად მოვალის მიმართ გადაეცემა, გადადის მასზე ეს ავტომატურად ეს უფლება და უკვე დაკმაყოფილებულია კრედიტორი და თვითონ შეუძლია უკვე მოვალისაგან მოითხოვოს როგორც კრედიტორმა იმ ვალდებულების შესრულება, რაც მოვალეს კრედიტორის წინაშე უნდა შეესრულებინა. მადლობა. ეხლა ეს არის ძალიან